გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული იქნა გარე სათვალთვალო კამერებიდან ვიდეო ჩანაწერები და გთავაზობთ ამ ჩანაწერების მოკლე აღწერილობას. აღნიშნული პიროვნება გლდანში ქერჩის ქუჩიდან მიდის კონიაკის ქარხნის მიმართულებით. შემდეგ სანაპიროდან მარიბროსეს ქუჩიდან მიემართება ათონელის ქუჩისკენ ავტომობილით და ავტომანქანას აჩერებს ათონელის ქუჩაზე ალექსანდრეს ბაღთან. ამის შემდეგ ბრალდებული ფეხით გადაადგილდება სოფჩაკის ქუჩისკენ. დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილს უკანა მხრიდან ჩაუვლის და ადის თაბუკაშვილის ქუჩისკენ. დაახლოებით 8 წუთის შემდეგ ბრუნდება ისევ სოფჩაკის ქუჩაზე და გადადის ათონელის ქუჩაზე, სადაც შედის სასურსათო მაღაზიაში და მაღაზიიდან ისევ აგრძელებს გზას ალექსანდრეს ბაღისკენ. კადრებში კარგად ჩანს, რომ პარტიის ოფისიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატი გივი თარგამაძე გამოდის მძღოლთან ერთად. ჯდება ავტომობილში და ისინი იწყებენ მოძრაობას ათონელის ქუჩისკენ. ამ დროს სკვერიდან გამოდის ბრალდებული, რომელიც დეპუტატის ავტომობილს მარჯვენა მხრიდან უახლოვდება და კადრებში უკვე მკაფიოდ ჩანს, რომ აღნიშნული პირი აკვირდება, რწმუნდება, რომ ავტომანქანაში ნამდვილად ზის გივი თარგამაძე. ამის შემდეგ რამდენიმე წამში ხდება აფეთქება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწოდებთ.